გამარჯობა. დღეს ჩვენ ვიწყებთ მესამე სეზონს გადაცემისას ფაზის აკადემიის კვლევები. ამ დღესთან დაკავშირებით დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა 15 სექტემბერი, დღეს დაიწყო სკოლა. საერთოდ ფაზის აკადემიას აქვს ასეთი ლოზუნგი: სახელმწიფო მეცნიერება და სარწმუნოება. ჩვენ აქ ყოველ გახსნაზე და ძირითადად მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით ვიწვევთ ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს ბატონ თემურ ჩილაჩევას, პროფესორი გახლავთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა. შემთხვევით არ ვარჩევთ ასეთ პიროვნებას, იმიტომ რომ ფაზის აკადემია და ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია თანამშრომლობს მეცნიერებისა და განათლების მხრივ, ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს და ამიტომ გვაინტერესებს ბატონი თემურის მოსაზრებები, ჩვენ გვაქვს საშუალება რომ ვთქვათ ღიად ის პრობლემები, ყოველ შემთხვევაში მეცნიერებაში ძალიან გამოცდილ ადამიანს, ვთქვათ რომ საერთოდ მეცნიერებაში ახლა უკვე კომპიუტერული სისტემის შესაძლებელია მეცნიერის რეიტინგი განისაზღვროს, ეს არის ციტირების ინდექსით და ამ თვალსაზრისით ბატონი თემურ ჩილაჩევა ძალიან მაღალი ციტირების ინდექსით გამოირჩევა 1170-მდე ციტირების ინდექსი აქვს და კიდევ გაიზრდება და ვეტყვი საზოგადოებას რომ ამას თუ ყურადღებას არ მივაქცევთ ციტირების ინდექსს, მაშინ ჩვენ სამეცნიერო მიმართულებით დონე სასწავლებლებში, სამეცნიერო სასწავლებლებში, უпростоრად საუნივერსიტეტებში დონე დაიკლებს და იფიქროს ყოველ შემთხვევაში იმ კატეგორიის ხალხს, ვისაც ეს ევალება, რომ შესაბამისად იყოს ეს უზრუნველყოფილი. ანუ განისაზღვროს რეიტინგის თვალსაზრისით უნივერსიტეტის სასწავლო სისტემაში პროფესორების მათი თანამდებობები და ასე შემდეგ. ბატონო თემურ, რადგანაც მოკლედ მიმოვიხილეთ, მე დიდი იმედი მაქვს, რომ თქვენ ფაქტობრივ მასალას წარმოადგენთ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც მეცნიერებას ეხება. ჩვენ ძალიან გვაწუხებს ეს თემა. ფაზის აკადემია ამ კუთხით მუშაობს. ახლა რატომ ფაზისი ერთ-ერთი უძველესი ადგილია საქართველოს, სადაც ფული მოიჭრა მონეტა და მეორე ადგილია დიოსკურია. ამიტომ ჩვენ წარმოვადგენთ იმ ორ უძველეს ქალაქს, საიდანაც მოდის ფაქტობრივად მეცნიერების ჩანასახი. ყოველ შემთხვევაში ფაზისში ნამდვილად იყო მეცნიერების რიტორიკული სკოლა, უმაღლესი სკოლა, ფაზისის დამაარსებელი, ფაზის აკადემიის დამაარსებელი გახდათ მარგიონ ფაზისელი, ცნობილი პიროვნება, რომელიც იყო თეოლოგი და ძველი მასალების, ძველი ბერძნული ტექსტების მთარგმნელი ბიბლიისა, ახალი აღთქმისა და ერთ-ერთი პრეტენდენტი რომის პაპობისა. და დიოსკურიაში, როგორც ვიცით, ბევრი მასალა არსებობს კვლევების თვალსაზრისით. ჩვენ გვყავს კარგი არქეოლოგები, მაგალითად პროფესორი ვახტანგ ჯაფარიძე და ის ბევრ ამ სიახლეებს გვეუბნება დიოსკურიასთან დაკავშირებით. ამიტომ ფაზისის აკადემია და ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია, როგორც პიროვნულად ჩვენ ძალიან ახლოს ვართ მეცნიერულ თვალსაზრისით, მაგრამ ისედაც უნდა იმეგობროს და აზრი უნდა ჩამოაყალიბონ მეცნიერების კუთხით. უპირველესად მეცნიერებაზე გვაქვს საუბარი და მადლობა რომ მოგზავნით ბატონო თემურ და გვინდა გვიამბოთ ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც თქვენ გაქვთ სურვილი დღეს და ხანდახან მეც შეგეკითხებით რამდენიმე სიტყვით. ალბათ მე სკოლით დავიწყოთ, რადგანაც მოგესალმებით ბატონო გია, მადლობა მოწვევისათვის. რადგანაც დღეს დაიწყო საქართველოში სკოლაში მეცადინეობები, მე მინდა სულ ორიოდე სიტყვით შევეხო სკოლის დღევანდელობას, პერსპექტივას და წარსულსაც ზოგიერთ საკითხს. მოგესალმებათ, რომ საბჭოთა კავშირის დროს, რა თქმა უნდა, სისტემა ჩემთვის იყო მიუღებელი საბჭოთა კავშირის პოლიტიკური კუთხით, მაგრამ სკოლაში იყო დანერგილი პრუსიული სისტემა, გერმანული სისტემა და ჩემი აზრით სკოლა ხშირ შემთხვევაში მე ესე იგი გადავდებ გვერდზე პოლიტიკურ დგენელს, მე სულთა განათლების კუთხით, მათემატიკა, ფიზიკა და საბუნების მეთოდო დარგები იყო ჩემი აზრით საკმაოდ კარგი. როგორც წესი აქ ბევრი მომენტია და აი მაგალითად საქართველოს მაგალითზე მაგ პერიოდში დაახლოებით საუკეთესო პიკის დროს
პირველ კლასში ესე იგი შედიოდა დაახლოებით 60,000-მდე ბავშვი მოსწავლე პირველ კლასში და დაახლოებით ამდენი პლუს მინუს 1000 შეიძლება ამთავრებდა მე-10 კლასს, როცა იყო 10, მე 12. საქართველოში მაშინ იყო რამოდენიმე უნივერსიტეტი, ინსტიტუტი და მისაღებ გამოცდების შედეგად ირიცხებოდა 6-7,000. ანუ 9-10%. ანუ 9-10% კურსდამთავრებულების სკოლა ირიცხებოდა მხოლოდ უმაღლესში. ახლა დღეს მე რომ მოვდიოდი თქვენთან, ჩართული იყო ტელევიზორი და მოვისმინე რომ ბატონი მიქანაძე ეს არის განათლების და მეცნიერების მინისტრი, ასევე ქალბატონი ლაშხი, ცნობილი პოლიტიკოსი, რომელიც არის განათლების და მეცნიერების კომისიის თავმჯდომარე, ერთ-ერთ სკოლაში მივიდნენ და დიქტორი საუბრობდა, რომ წელსო 50,000 ბავშვი მივიდაო სკოლაში. ნუ მე ნაკლები მეგონა, მაგრამ ძალიან კარგია. თუნდა ხო ღმერთმა ქნა საქართველოს ისეთი დრო იყოს, რომ ქართველები არა ის 50 ყველა საქართველოს მოქალაქე, მაგრამ იქ შეიძლება სხვა ეროვნება მეტიც იყოს უკვე. მაგრამ აი ეს კარგია, რომ შედარებით ბევრია, მაგრამ ამავე დროს წელს მაგალითად მისაღებ გამოცდებზე დაახლოებით 38-39,000 აბიტურიენტი იყო და ჩაირიცხა 34,000. ეს არის დაახლოებით თითქმის 90%, 85-90%. კომპეტენციის გვარი ისე იყო დაკლებული, მაგალითად მათემატიკაში 51 ქულიდან 10-11 ქულა ვარიანტების მიხედვით კომპეტენციის გვარი. ანუ თუ ვინმე მეზობელს, ვთქვათ, მეზობელს, რომელიც საერთოდ კავშირი არ აქვს მათემატიკასთან, ეთქვა შვილო, შემოხაზე ყოველი ნომრის A, ну პირველი. ის დააგროვებდა სათანადო ქულას გამშვიდობად. საერთოდ რომ აბსოლუტურად. ამიტომ ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ ლაპარაკობ და გვიკვირს, რატომ არის წინ წასული ევროპის ქვეყნები, იაპონია განათლების სფეროში, ევროპა ეს ფინური სკოლა პირველია, იაპონია ერთ-ერთი მოწინააღმდეგე. იქ აუცილებელი არა ყველა ვინც ირიცხება პირველ კლასში მოდის და ამთავროს მე-11, მე-12. გამორიცხული. მაგალითად გერმანიაში 9 კლასს ამთავრებს დაახლოებით ესე იგი 9 კლასს ვთქვათ 9 კლასიდან მე-10, მე-11, მე-12-ზე ანუ ეგრეთ წოდებული საუნივერსიტეტო მიმართულებით მიდის მხოლოდ 25%. 75% სკოლას ამთავრებს ხლაკაცი და მიდის ესე იგი პროფესიულ განათლებაში. წარმატებები არაა გერმანიას. გერმანული მათემატიკური სკოლა პირველია მსოფლიოში, ფრანგულთან ერთად. და მათემატიკა განსაზღვრავს ყველას პატივს, დონეს. ამიტომ ჩვენ უნდა არა ისე, ჩვენ უნდა ძირფესვიანად გარდაქმნა სკოლის პროგრამა. სკოლის, ესე იგი, საშუალო განათლება. ჩემი აზრით, ახლა მოკლედ ამაზე მე შეიძლება ვისაუბროთ. 9 კლასი უნდა იყოს მხოლოდ სავალდებულო, დანარჩენი უნდა იყოს პროფესიული მიმართულები, ჩემი აზრით 60-70% მიდიოდეს, ხოლო საუნივერსიტეტო მიმართულებით 2 გიმნაზია, ეს საბუნებისმეტყველო და ფუნდამენტური მეცნიერება და ჰუმანიტარული ლიცეუმი. აი ეს სულ უნდა იყოს ჯამში საუნივერსიტეტო 25-30%. არ არის აუცილებელი ხალხს ჰქონდეს დიპლომი და მერე მუშაობდეს, ესე იგი იმ მიმართულებით, სადაც დიპლომი არ გჭირდება. უბრალოდ ის კარგავს იმ 4 წელს, თანხებს, დროს და ტემპს. ახლა სკოლაზე ამ ეტაპზე მე ბატონო თემურ, აი რა იცით სწორად ბრძანეთ თქვენა ეს 35,000 თუ 32,000 ბრძანეთ. ეს დაახლოებით 5-ჯერ მეტია
კომუნისტური პერიოდის სახელმწიფო საქართველოს მინიმუმ საბჭოთა საქართველოს და მაშინ დასაქმების საშუალებია მეტი იყო. ხო, ყოველ შემთხვევაში და ახლა სადმიდის ეს ახალგაზრდები უმაღლეს განათლებას თხოვლობენ ყველა სამუშაოზე? არა, მაგალითად, თუ გინდათ გახდეთ საქართველოს პრეზიდენტი, უმაღლესი განათლება არ არის. ამიტომ არ არის ეს. უბრალოდ მე ასეთ, დაახლოებით მე 2-3 უნივერსიტეტში მუშაობ და დავაკვირდი რა დონის ხალხია, როგორ არის აბიტურიენტები. ახლა გარეკნულად ყველა კარგია, გასაგებია, მაგრამ ჩემი ღრმაწმინით აი საქართველოში ჯამურად ახლა მე არ გამოვყავ ძალიან კარგ სპეციალობას თავისუფალ უნივერსიტეტში ბიზნეს ადმინისტრირება, მათემატიკა თბილისის უნივერსიტეტში ვთქვათ, იურიდიული ასევე თბილისის უნივერსიტეტში მეტნაკლებად. არამედ მე ვსაუბრობ ჯამურად აი ეგრეთ წოდებული ინტეგრალურად. ჩემი აზრით დღევანდელი საქართველოში კურს დამთავრებულთა ბაკალავრიატის 80-90% თავის სპეციალობისთვის უვარგისია. ეს იციან. სამაგიეროდ ისინი იხდიან ფულს, კერძო უნივერსიტეტის თქვათ მესვეურები ამით სარგებლობენ, დიდი ბიზნესია და ამ შემდეგ. შეიძლება საქართველოში იყოს 65 უმაღლესი დაწესებულება, როცა 12 მილიონიან შვედეთში სულ 12-ია. ბატონო თემო, თქვენ გაქვთ მექანიზმი, ანუ სისტემა მოფიქრებული, რომ ეს 65 უნივერსიტეტი ცოტა შემცირდეს. პლუს კიდევ ეს დონე რომ აიწიოს სამეცნიერო თვალსაზრისით, სასწავლო თვალსაზრისით, როგორ გიფიქრიათ ამ მიმართულებით გაქვთ? აი, გვისმენს საზოგადოება და ალტერნატიული აზრი ჭირდება. იმ თვალსაზრისით, რომ ახლა მაინც და მაინც ფორმალურ მიმართულებებს ანიჭებენ. ფორმალურად მიდიან, მოდიან, რაღაცას ელაპარაკებიან, ხვდებიან ადამიანებს, რომლებიც საზოგადოებას უნდა უთხრა, რომ მეცნიერი კი არ არის ის, ვინც დისერტაციას დაიცავს და მეცნიერებაში ამუშავებს. ანუ თავად მეცნიერს, რომელსაც აქვს დიდი გამოცდილება, იმას არ ეკითხებიან, იმას არ ხვდებიან და როგორ ხდება ამ მეცნიერების მართვა, ანუ სამეცნიერო სისტემის მართვა, ეს ხო გაუგებარია. თქვენ როგორ იტყვით ამასთან დაკავშირებით? ბატონო, კია, სანამ ამაზე ვიტყვით, ამაზე ვარ ნაფიქრალი, მაგრამ მე ახლა წელს ფიზიკურადაც ვესწრებოდი 2010 წელს თქვენ იცით რომ საქართველოს ჯერჯერობით ბოლომდე დანგრეული არ არის, მაგრამ იყო პერიოდი რომ სამივე სკოლა საერთაშორისო დონის ეს მათემატიკის სკოლა მუსხელიშვილი ვეკუა, ფიზიოლოგიის სკოლა ბერიტაშვილი, უზნაძე ფსიქოლოგიის სკოლა იყო საერთაშორისო დონის. შესაბამისად, შემდგომში ბუნებრივია, როცა მეცნიერების დანგრევა დაიწყო დაახლოებით 30 წლის წინ, ეს საკმაოდ თქვათ მოფიქრებულად დაიწყო დღეს ციხეში რომ არის პრეზიდენტი სააკაშვილი, ყოფილი პრეზიდენტი, რაც მომავალში ბოლო 13 წელია არანაკლებ წარმატებულად აგზერებს ესე იგი ბატონი ბიძინა და ბატონი იურისტი ესე იგი კობახიძე. შესაბამისად აი მიუხედავად ამისა 2010 წელს, როცა საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის თავმჯდომარედ მოვიდა საერთაშორისო დონის მეცნიერი სოხუმელის სხვათა შორის ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი როლან დუდუჩავა. მან და ჩვენ ერთად შევარჩიეთ საკონფერენციო ქალაქად ბათუმი, თქვენ მოგესწრებათ ბათუმი, რა მდგომარეობაში როგორ არის და დაწყებული იქიდან ბატონი როლანდი იყო 8 წელი მათემატიკოსთა კავშირის თავმჯდომარე, შემდგომში შეიცვალა ის და მოვიდა ასევე საერთაშორისო დონის მეცნიერი ბატონი ნატროშვილი, დავით ნატროშვილი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და 3 წლის წინ მოვიდა ასევე ახალგაზრდა, მაგრამ უკვე გამოცდილი მეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ალექსანდრე მესხი. აი ამ 15 წლის განმავლობაში საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში საკმაოდ განვითარდა, წელს მუშაობდა 10 სამეცნიერო განყოფილება, ეგ სხვადასხვა ალგებრა, გეომეტრია, მათემატიკური მოდელირება შემდეგ და წარმოდგენილი იყო 35 ქვეყნიდან მეცნიერები, მაგალითად ესწრებოდა კანადის მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი. ასევე ძალიან ბევრი იყო შუა აზიიდან, ევროპიდან, თურქეთიდან, არაბებიც იყვნენ და შემდეგ და მათ შორის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. მინდა გითხრათ, რომ ეს დამსახურება არის აი ამ 3 პიროვნების და ასევე ჩვენ მე გამგეობის წევრი ვარ და სახელმწიფოს მხრიდან დიდი დახმარება არის, ეშვიათად 1-2 გრანტს მოგცემდნენ, კი აჭარის მთავრობა გარკვეულ თანხებს ზოგიერთ, ესე იგი, საკონფერენციო თანხების ნაწილს, მაგალითად, ესე იგი, welcome party და შემდეგ აფინანსებს მადლობელი ვარ. მაგრამ ძირითადად, მაგალითად, თუ რაზმაძის ინსტიტუტი, რომელიც არის სათავო პირველი ინსტიტუტი მათემატიკის, თუ 5 მეცნიერმა ან 3-მა განაცხადა სურვილი მომეცით სავლიმინო თანხები, ეთქვიანო ვარ, თანხა არ არის, ორს უშვებენ მათ. ეს დირექტორის ბრალი არ არის, უბრალოდ ძალიან დაბალი დონის არის დაფინანსება. აქვე მე მინდა აღვნიშნოთ, აი ჩემთვის გასაკვირი იყო იქ კონფერენციის მონაწილეებში რამოდენიმე ახალი პიროვნებას გავიცანი, იყო ერთი წარმოადგენელი უზბეკეთიდან. თქვენ მოგეხსენებათ, რომ უზბეკეთის პრეზიდენტი მგონი 30 წელი იყო ისლამ კარიმოვი, ცნობილი კომუნისტი და ასე. მაგრამ 16 წელს მას მოუწია წასვლა და მის ნაცვლად, დანიშნეს თუ აირჩიეს შავკატ მირზიოევი. დღეს მოქმედი პრეზიდენტია დღესაც. მას უკითხია თავის ჩემლებთან, რომ ჩვენთან მეცნიერები არიანო, იმათ უთქვავს, რომ აი წინა პერიოდში მეცნიერები რადგანაც ოჯახს ვერ არჩევდნენ, წავიდნენ ზოგი საგადასახადოში, ზოგი კიდევ თქვა საბაჟოში შემდეგ, ახლა მათემატიკოსი იქნება თუ სხვა დარგი, ნიჟერი ხალხია და თავის იმებში ამ დარგებში გამოიყენეს და ოჯახს არჩევდნენ, ეთქობა საგადასახადო საბაჟო. იმას უთქვამს, რომ ჩვენ გვინდაო, რომ ცოტა ქვეყანა გამოჩნდეს, იმიტომ ქვეყანა გამოჩნდება არა მარტო კრივით და ჯუდოთი და სპორტით, ეს რაც კარგია, არამედ ინტელექტით. მას უთქვამს, მაშინ უნდა ხელფასი დაუნიშნოთ და ამას უთქვამს, რომ საშუალო ასაკის და ახალგაზრდა მეცნიერები დავაბრუნოთო და მიუციათ 2000 ევრო. რაც არის დაახლოებით 6000 ლარი და უზბეკეთში განსხვავებით თბილისი და ბათუმისგან ესე იგი ფასები ნორმალურია ჩვენთან ხო აღარ და ეს არის ძალიან დიდი თანხა. თუ უზბეკეთის პრეზიდენტი ხდება და ჩვენ აქვე უნდა აღვნიშნოთ რომ უზბეკეთს არც ერთი მეცნიერული სკოლა არ აქვს. როგორც ჩვენ ხონდა 3, უბრალოდ ნაწილი მეცნიერების იყო ზოგ MGU დაამთავრა, ზოგ სხვა დაამთავრა და თუ მათ ისინი ხვდებიან, რომ არ შეიძლება, რა ქვია, მაგას ქვეყანა წარმოჩინდეს თუ არ ეყოლება რაღაცა დარგებში მეცნიერი, საქართველოში როცა გამზადებული იყო სკოლების დანგრევა, ეს დანაშაულია. ეს დანაშაულია წინა და დღევანდელი ხელისუფლების. მეორე მაგალითი. ასევე გავიცანი, იქ ინგლისურ ენაზე იყო კონფერენცია, სექციის ხელმძღვანელი ვიყავი და მოსვენებას აკეთებდა რუსი მეცნიერი ალექსანდრე ლიაპინი, ვლადივოსტოკიდან. ანუ იქ შორეული მიდარი. დიდან ჩამოსვლა და მოეწონა ბათუმი, ესე ვისაუბრეთ, საუბრობდით ინგლისურად, რა თქმა უნდა.
და მას კითხე როგორაა თქვენთან ხელფასი. ჩვენთან დაბალი არისო ხელფასი. რამდენიმე დღე უკვე მან იცოდა ეს ფასები 2000 ლარიო. 2000 ლარი მეცნიერს აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მარტო. სხვა უნივერსიტეტში უფრო დაბალია. მაგრამ ერთი წლით ვიყავიო ჩინეთის რომელიღაც ქალაქის უნივერსიტეტში, არა პეკინში. მე რამდენი კონდათ მეთქი ხელფასი? 20000 ლარიო. მე შევეკითხე მეორეჯერ. 20 თუ 2? არაო. 2 რა არის? 2 ჩვენთან არის ვლადივოსტოკში. 20000 ლარი ქონდა. მე ვთხარი თქვენ კითხულობდით ინგლისურ ენაზე თუ რუსულზე? რუსულ ენაზე. წარმოიდგინეთ. ახლა არ ვეხები მე ევროპა და ამერიკის პოლიტიკა მომწონს, მაგრამ ამერიკის პრეზიდენტი დღეს რომ არის საუბრობს რომ მეო ჩემი პოლიტიკით მოვაშორებო რუსეთ-ჩინეთსო. და ჩინეთში დღეს უნივერსიტეტებში რუსული სექტორი არის. როგორ მოაშორებს? გადახლორთული არიან ჩინეთი და რუსეთი. ამიტომ ბატონო გია ჩვენ ვინც ახლა ამ კონფერენციას ვიყავით თქვენ გვარებსაც ნახავთ სამწუხაროდ ახლა ცოტა ამაზე დაწვრილებით გვიანბეთ ესე იგი მათემატიკოსთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა უთხრათ საზოგადოებას რა მნიშვნელობა აქვს ამას ყველაფერი დაწვრილებით გვიანბეთ დიახ აი ეს უკვე არის მე-15 2010-ში დაიწყო პანდემიის დროსაც ოღონდ ზუმით ჩავატარეთ როგორც გითხარით ეს სახელმწიფოს მინიმალური დამსახურება ფაქტურად არ არის მაგრამ ორგანიზატორები კარგი აღმოჩნდა დუდუჩავა, ნატროშვილი, ალექსანდრე მესხი და ასევე სხვები, მაგრამ უკვე ის ხალხი რომელიც ასაკში ვარ, ჩემი ჩათვლით, ხო? მაგრამ ჩვენ პირადი კავშირებით და იმათ თავის პირადი კავშირებით, რა თქმა უნდა, უცხოეთიდან ვიწვევთ და ყველას უნდა მათ პრობლემა არ აქვს. როცა ის განაცხადებს, თქვა აბერდინის უნივერსიტეტის პროფესორი იყო ირაკლი პაჭკორია, უდიდელი ბიჭი, ახალგაზრდა 38 წლის. იქ როგორც კი თქვა, რომ ბათუმში ეს კონფერენცია აჩვენა, უცბად გამოუყვეს თანხა და ჩამობრინდა იქ იყო ყველაფერი და მოხსენებას გავაკეთა პლენარიაში. და საქართველოდან რომ მაგალითად მე და ბატონი გია ასევე ჩვენი თანაავტორი კლასგური ჯგუფიდან ბატონი გია ფოჩხუა ვერ წამოვიდა ჩვენ ვიყავით 23 წელს კრეტაზე ირაკლიონში საერთაშორისო კონფერენცია მათემატიკური მოდელირების და რიცხვითი ანალიზის გაკეთდა 500 მოხსენება საქართველოსთან მარტო ერთი იყო ჩვენი მოხსენება ბატონ გია გააკეთა მაგრამ ჩვენ ეს დაფინანსება რომ ვიპოვეთ ეს იყო მხოლოდ საზოგადოების დახმარება. ჩვენ არავით არის სერიოზული მხარდაჭერა უნივერსიტეტების მხრიდან არ ქონდა სამწუხაროდ. ამრიგად ეს ყველა მეცნიერი ვინც უცხოეთიდან ესწრებოდა, ისინი თავისუფლად არავით არის პრობლემა არ აქვს მომავალში ფასები გაიზრდება, ხელფასი აქვს სტაბილური 7-8000 ევროპაში, ამერიკაში კიდევ უფრო მეტი ოღონდ რა თქმა უნდა პროდუქცია უნდა იყოს. ბუნებრივია, აი მაგალითად საქართველოში, ზოგ უნივერსიტეტში. უნივერსიტეტის პროფესორი მაღალი საერთაშორისო ციტირების ინდექსი. და მეორე, რომელიც ესწრება მხოლოდ ლესიჭინე ლაგოდეხის კონფერენციის, ერთნაირი ხელფასი. იმა ციტირება თქვა 1500, ამა ციტირება 1. ხელფასი ერთა იგივე. ეს ქვეყანაა რაღაც. რა სტიმული ექნება? ეს როგორ გახდა იკითხავ თქვენ მეორემ ჩააწყო რექტორთან. პოლიტიკური მოტივით აში დაუგრა და გააპროფესორა. როცა მე ერთ-ერთ უნივერსიტეტში დავაყენე საკითხი. აგერ პროფესორის არჩევნების ესე იგი მეთოდი, ანუ კრიტერიუმი, სადაც გაწერილი იყო. მაგალითად, მოამზადე შენი ხელმძღვანელობით საბაკალავრო ნაშრომი, ქულა X1, თქვათ რაღაც.
სამაგისტრო X2 მეტია, სადოქტორო X3 ბევრად მეტია. მიიღე მონაწილეება ადგილობრივ საუნივერსიტეტო კონფერენციაში Y1, რესპუბლიკურ კონფერენციაში Y2 მეტია რა თქმა უნდა. საერთაშორისო კონფერენციაზე Y3 თუ სოფლიო კონგრესში აი ჩვენ მოწვეული ვართ, მაგრამ 2026 წელს, მაგრამ ჯერ საფინანსება არ აქვს. Y5 რა ბუნებრივია, იმიტომ რომ იქ ერთეულები იქნება. და ეს სტიმული როცა არ არის, ახალგაზრდას ვერ აიძულებთ. ახლა ამიტომ აქ ყველაფერი რაც კეთდება, ეს კეთდება ენთუზიასტით იმ დარჩენილი მეცნიერებისა, ნუ აი ჩვენი მოხსენება იყო, ჩვენი გუნდის, ასევე სხვა, ნუ მაინც შედარებით 50 წელს გადაცილებული ხალხი, ხო? ეს ბათუმის საერთაშორისო ბათუმზე გეუბნები, ნუ ახლა თითოეულ ახალგაზრდაც იყო. ახლა რომ ლაპარაკობენ ზოგიერთ უკვირს, აი მაგალითად, ზოგიერთ უკვირს. რატო მოხდა ის, რომ მიმდინარე წელს მე მარტო მათემატიკის სპეციალობას გამოვყავდი. ფიზიკა და ქიმიაში კიდევ არესათაა საქმე. საუბედუროდ. წელს 6 უნივერსიტეტში, თსუ, ქუთაისის საერთაშორისო, ილია, ტექნიკური უნივერსიტეტი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოყოფილი იყო მარტო მათემატიკის სპეციალობაზე 275 უფასო ადგილი. გამოყენებული იქნა მხოლოდ 148. 54% მარტო. თსუ-ში 100 ადგილი 74, ქუთაისის უნივერსიტეტი 50 ადგილი 23, ილიას უნივერსიტეტი 50 ადგილი 32, ტექნიკური უნივერსიტეტი 30 ადგილი 16, ბათუმის უნივერსიტეტი 25 ადგილი 13, სოხუმის უნივერსიტეტზე არ ვიტყვი. შესაბამისად ხალხი ლაპარაკობს, თქვენ თუ ხართ ასეთი სკოლა გქონდათ მათემატიკური, ასეთი კონფერენციებს ატარებთ, ასეთ კონფერენციას ბოდიშ ვიხდი. არც ერთი სხვა სპეციალობა საქართველოში არ ატარებს. დანამდვილებით შემიძლია თქვა. და შეიძლება გაიკითხოთ ყველა მიმართულებით. მაშინ რატომ არ მოდისო თქვენს მიმართულებით ხალხი? პასუხი მარტივია. სტუდენტებზე, პირველ კურსზე რატომ არ? როცა პირველი ბოლო 30 წელი დაწყებული განსაკუთრებით არ ვეხები შევარდნაძეს, მისი პოლიტიკა არ მომწონდა, მაგრამ არ ვეხები. დაწყებული ბატონ მიხეილ სააკაშვილი იურისტი. შემდგომში ვინც მოვიდა, ნუ ერთი ეკონომისტი ბატონ ბიძინარის ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი, მაგრამ ის მარჯვენა ხელი ბატონი კობახიძე იურისტი, საქართველოში როგორც იტყვიან, პარადი მიყავთ იურისტებს. თუ გინდა გახდე სკოლის დირექტორი, უნივერსიტეტის რექტორი, ჯანდაცვის მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, ასე შემდეგ უნდა იყო იურისტი. პატარა სიპი თუ არის იურისტი უნდა იყო. როცა ნიჭიერი მათემატიკაში საშუალო ნიჭის ან ნიჭიერი ახალგაზრდა ხედავს ყველა თანამდებობაზე არიან ჰუმანიტარები, განსაკუთრებით იურისტები, ხედავს იმისას, რომ მისი მეზობელი გია კვაშილავა, საერთაშორისო ინტერდისციპლინარული მეცნიერი. მე არ ვიცნობ, მე თემურჩილაჩავა, არ ვიცნობ სხვა მეცნიერს, რომელიც ძლიერია მათემატიკაში, ენათმეცნიერებაში, ისტორიაში, ჯამურში. მე სხვას არ ვიცნობ. მე ვიცნობ მათემატიკაში ძლიერებს ცალკე, ისტორიაში ცალკე, აშენდა. და მეზობელი ხედავს, რომ გია კვაშილავა, ესე იგი, მანქანაზე არა საუბარი და ხელფასი აქვს 1000 ლარი და 3 შვილს არჩენს 1000 ლარი, დარჩენს, ხო გესმით? რომელი ახალგაზრდა წავა ამას? თუ იმას ნიჭი აქვს მათემატიკაში, წავა კომპიუტერ საინს, სადაც ისწავლის ენას, ოპერაციულ სისტემებს,
ხარისხი არ ჭირდება, ხელფასი ექნება 5-6 ლარი მინიმუმ. თუ კარგი პროგრამისტი. შეიძლება 10,000-იც იშვა. რატომ წავა მათემატიკას? ბოდიშ გიხდით. სანამ გახდები მათემატიკაში მეცნიერებათა დოქტორი, გავიარე სკოლა კომაროვი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკა, დავიცავი ხარისხი 1 იქ მოსკოვის მეორე თბილისის უნივერსიტეტში და ასე შემდეგ. შემზე უკეთესება ასეც გააიარეს და ბევრმაც. და ხელფასი აქ 1200-1300 ლარი. ეს ახლა ახალგაზრდა ამას არ შეუძლია. ახალგაზრდები დღეს ჭკვიანები და პრაქტიკულები არიან. არავითარ შემთხვევაში ნიჭიერი ახალგაზრდა 1500 ლარზე არ დაიწყებს მუშაობა. აი ეს არის მიზეზი რომ მათემატიკა არავინ არ წავა მომავალში ვარესად იქნება საქმე. ამაში იქნებიან დამნაშავე იურისტები მათ შორის. წინა პრეზიდენტი და დღევანდელი პრემიერ-მინისტრი მათ შორის. და ასევე ვინც მის უკან დგას. რადგანაც ხალხს ეუბნებიან რომ არ გვინდა ზუსტი მეცნიერება. ახლა ზოგიერთი ბატონო გია ხო ლაპარაკობ ჩინეთი კარგი არისო. თუ ჩინეთი კარგი არის, ამ რიცხვებით მაინც გაითვალისწინოთ მაშინ. ჩინეთში აბიტურიენტთა 25% ამთავრეს სოფლის მეურნეობით. 20% მედიცინით პრაქტიკულია. 20% მეცნიერება. საინჟინრო სპეციალობები 19%. დანარჩენი ჰუმანიტარები, რამოდენიმე 10%-ის. იურისმა, კობახიძემ და სხვებმა, იურა სააკაშვილმა ეს ნახეს. იმიტომ არის ჩინეთს, მე პოლიტიკურად არ ხედავ, ჩინეთის მომხრე არაა პოლიტიკურად. მაგრამ წინსვლა აქ საინჟინროში ხო ხედავ, 19 ყოველი მეხუთე ინჟინერია. ინჟინერი ისეთი არა. აქ ჩვენთან უნივერსიტეტში რომ შედიხარ ლექტორი 100% ბავშვი უყურებს კომპიუტერს. ისა მობილურს. ახლა გასაგებია რომ ზოგი ლექტორს პატიცებენ ზოგიერთი არ უყურებს. მაგრამ ერთი თვალით უყურებს. ჩინეთში როგორც მე ვიცი სკოლაში და უმაღლესში აკრძალულია მობილური. ჩემი აზრის სწორია. შიგნით შეტანა არ შეიძლება გარე. რა თქმა უნდა, გარეთ კი. შესვენების დროს. ბატონო თემური. აი მექანიზმი იმისა, რომ ეს დარეგულირდეს, თქვენ მოფიქრებული გაქვთ ეს. ნუ ახლა დღეს ამას ვერ გავაჟღერებ, მთლიანად, რომ ჩვენ მეცნიერების ქვეყანა ვართ. ისედაც ისტორია მას გვეუბნება. აი მაგათად მარკერ ფაზისელი ფაზისის აკადემიაში მათემატიკას ასწავლიდა. თავად თვითონ არა, უბრალოდ ცხვები იყვნენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იქ იყო ფილოსოფია, რიტორიკა, მათემატიკა, ასტრონომია და სხვა მეცნიერებები. ჩვენ ამ 21 საუკუნეში, როცა მე-20 საუკუნეში ჩვენმა დიდმა განსაკუთრებით მათემატიკოსებმა შექმნეს ეს სკოლა, რატომ უნდა გავანადგუროთ? რატომ უნდა გაქრეს ეს? ეს იქნება საუკუნის დანაშაული და ამ დანაშაულზე ვინ აგებს პასუხს და სანამ ამ საკითხზე გადავართ ამ დანაშაულზე, აი თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ მოვიზიდოთ ეს ახალგაზრდები, რომელთაც აქვს ძალიან დიდი მომავალი უცხოეთში, აქ სწავლის თვალსაზრისით დონე მათემატიკისა მაღალია და შეიძლება რომ ნაკლები გადასახადით ისწავლოს და დაეუფლოს მერე შემდეგში უცხოეთში შეუძლია გააგრძელოს და ბევრი ასეთი ქართველი მეცნიერი ფიზიკაში, მათემატიკაში საქართველოსთან წასულები. აი ამ კუთხით რომ რაღაცა ინტერესი ჩავნერგოთ, ანუ როგორ ფიქრობთ, მე მაინც და მაინც ვერ გავერკვი რომელი ჯობია, რა ჯობია, აი ამიტომ თქვენ გეკითხებით. პათოლოგია ეს ძალიან რთული საკითხია, შეიძლება ახლა 5-7 წუთში ვერ გავშალოთ ეს, მაგრამ საუბედურო დღეს ნიჭიერი ახალგაზრდები კომაროველები კიდევ რამოდენიმე ფიზმაცხოვრის ქუთაისთან და შემდეგ რომ დაამთავრებენ ჩვენთან სკოლას, მიდიან პირდაპირ მათ MIT მასაჩუსეტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტს მიჰყავს კომაროველი 2, მაგრამ ეს გენიოსები და ისინი რჩებიან იქ ბუნებრივია, იმიტომ რომ იქ ასწავლიან ნობელის პრემიის ლაურეატები, გარშემო ყველა ჭკვიანია და რომ დაამთავრებენ, მერე ხელფასს აძლევენ $10,000. საქართველოს არ დაბრუნდება. ნუ შეიძლება ზარგულ ჩავუდგათ.
ასევე ევროპაში მიდიან სფეროში. ჩემი აზრით, უნდა შეიქმნას სერიოზული კომისია, სადაც შევლენ არა თანამდებობის პირები. ეს პოლიტიკაში ყველგან, არა მარტო ხელისუფლებაში, არამედ ოპოზიციაში არიან ძირითადად თავის დარგში ხელმოწარული ხალხი. კვლევა ჩატარდა ამერიკაში. გარკვეული სკოლები შეისწავლეს და ამერიკაში ჯერ სკოლის 5-ოსანი, 10-ოსანი ამ შემთხვევაში წავიდა მეცნიერებაში. 4-ოსანი ამერიკაში წავიდა ბიზნესში. 3-ოსანი ისეთი, რომელიც ნიავი წააქცევს პატარა პოლიტიკაში. საქართველოში მე ვიტყოდი ასე. სკოლის 5-ოსანი წავიდა, თითო როლა, ესე იგი, ვინც თქვათ მაინც პატრონო იყო, წავიდა მეცნიერებაში, შემორჩა ძირითადად ბიზნესში. 4-ოსანი ბიზნესში, 2-ოსანი, 3-ოსანი პოლიტიკაში. ამიტომ პოლიტიკაში დღეს საუბედურებ, ოპოზიციაშიც ხაზს ვაქვს. ხელისუფლებას დავისწავლე. ხელმოწარული ხალხია. ვერაფერი ვერ გააკეთეს თავის დარგში. რა თქმა უნდა, როცა გახდნენ პოლიტიკოსები, პარლამენტარიაში შემდეგ, მერე ერთ-ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვეს ბრჭყალებში. დისერტაციის, რომ სათაური არ იცი. ამიტომ ბატონო გია, ჩვენ უნდა კომპლექსურად გამიხილოთ. სკოლა უმაღლესი მეცნიერება. ჩვენ აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ, რომ უნდა მოხდეს სკოლების ავტორიზაცია სერიოზული და 65 უნდა დავიდეს 12-15-მდე მაქსიმუმ პირველ ეტაპში. შეიძლება კიდევ უფრო უნივერსიტეტზე არა. უნივერსიტეტი არის ერთად ესე დაახლოებით 30 და ინსტიტუტების ერთად სასწავლო დაწესებული 65 უნდა დავიდეს 12 მარტივი ამის გაკეთება. ეს ეხება სახელმწიფო უნივერსიტეტებს. კერძოც. უყურეთ ახლა. კერძოც უნდა კომპეტენციის ზღვარს რომ აწევ, მაგალითად მათემატიკაში. კომპეტენციის ზღვარი 10-დან თუ ავა 20-მდე განახევდება. მაგრამ მაშინ დაიწყებენ ბიოლოგიი და გეოგრაფიი და ისტორიის ჩაბარებას. ყველგან უნდა ავწიოთ კომპეტენციის ზღვარი. მაშინ 39-დან გაივლის კომპეტენციის ზღვარი, რომელიც სასაცილო არა 34,000, არამედ 10,000. ბატონო თემო, აქ არის რიცხვები 34,000, 32, იმიტომ რომ სტუდენტის ფულით არის უნივერსიტეტები რომ იკვებება. სახელმწიფო დაფინანსება, რა თქმა უნდა, არის უფასო ფაკულტეტები, უფასო მიმართულებით, მაგრამ უფრო მეტად არ უნდა გაიზარდოს სასწავლებლის დაფინანსება სახელმწიფოდან. მაგალითად, აგერ გერმანია კაპიტალისტური ქვეყანა, მაგრამ ძალიან მცირეა გადასახადი. მე როგორც მახსოვს 200 ევროა გადასახადი. ერთადერთი ქვეყანა ევროპაში გერმანია, სადაც თუ გერმანულ TOEFL ჩააბარე, უფასოა. ყველგან ფასიანი ინგლისი. აი ჩვენთან ეს შესაძლებელია? ამის დარეგულირება, ამას რომ დავწევთ ამ 32,000, მაშინ უნივერსიტეტებში სტუდენტები არ მოვა და პლუს ლექტორები დარჩება უხელფასოდ. აი ლექტორებზე ცალკე ვიტყვი ჩვენ. დროაც არ აქვს იმდენი და ლექტორებზე ცალკე ვიტყვით, მე გითხარით. შემდეგ გადაცემაშიც გავაკეთებ. ლექტორებზე უნივერსიტეტებში ლექტორების 50% უნდა გასაშვებია. პარტივი კონკურსები, სერიოზული კონკურსი, ისა იმის ნაცნობი, ამას ნაცნობი. ნაწილი ვინც უნივერსიტეტში ვერ გაუძლებს კონკურენციას, სკოლებში უნდა წავიდეს, ნაწილი საერთოდ უნდა წავიდეს. რაც ეხება მისაღებ გამოცდებზე ბატონო გია, უნდა იყოს ცოტა უნივერსიტეტი. და უნდა ირიცხებოდეს, როგორც გითხარით, იმის დროს 6-7, კაი 10,000. დანარჩენი უნდა წავიდეს პროფესიული განათლებით. ხომ დღეს ხო ჩვენ ხომ ხედავთ ახლა სპორტსმენები, აი მაგალითად თქვენ ლაპარაკობთ, სახელმწიფომ უნდა იმ დარჩენილ უნივერსიტეტში რა თქმა უნდა დაფინანსება გაზარდოს. როგორ შეიძლება რომ მეცნიერებაზე გრანტების სახით მიდიოდნენ 17-20 მილიონი პატივს სპორტსმენებს, მაგრამ ზოგიერთ ფედერაციას 200 მილიონი ერთ წელიწადში.
ზოგადად გუნდი ერთ ამას მოიგებს კი ბატონო 3 მილიონს აძლევს ეკონომიკური თვალსაზრისით უყურებენ ამას მოგება რომელსაც მოაქვს იმას აძლევენ ფულს აი რომელი მოგება აქვს დოვლათი კი ბატონო საქართველოს მოიგო თამაში მაგრამ ჩინეთი მოგება არ არის საინჟინრო სპეციალობებზე ხიდებს აშენებენ იჩქვიანი სპორტსმენი რომელ ხიდს ხელამდელ დღეზე ფიქრობენ თორე მომავალში ეს რიცხვები საჭიროა რომ 20 წლის შემდეგ ხიდებს ვერ ავაშენებ ჩვენ და ვერც ვაკეთებთ ფაქტობრივად როცა ასეთი დიდი სკოლა იყო ამ სისტემით აი როგორ შეიძლება ეს ბატონო თემურ დარეგულდეს აი ხო იცით ახლა პოლიტიკოსებს ის აწუხებთ რომ ბევრი თანამშრომელი რომ განთავისუფლდება მე ღელვა არის ამის რეგულაცია ისე სუბუქად რომ იყოს შესაძლებელი აი იმისათვის ციტირების ინდექსი უნდა შემოვიდეს აუცილებლად ეს პროფესორებზე საუბარი მაგრამ მე ვლაპარაკობ იმას რომ ბატონო გია ჩვენ უნდა ძირფესვიანად საშუალო სკოლა გარდაიქმნას უმაღლესი უნდა გარდაიქმნას და რა თქმა უნდა ეს პროფესიული სასწავლებელი ძალიან ძვირიჭდება პროფესიული სასწავლებელი აუცილებლად უნდა გაიხსნას ბევრი დღეს მშენებლობაზე მომუშავე ხელოსანს პროფესორზე სამჯერ 4-ჯერ მეტია დასაჯობია დასაჯობია რაც ეხება უნივერსიტეტის პროფესორებს ბუნებრივია რომ ადამიანი რომელიც 2-3 წელიწადში ერთ სტატიას არ გამოახერხებს სკოპუსში ის როგორი პროფესორი უნდა იყოს და ზოგიერთ უნივერსიტეტებში არის პროფესორების 90% სტატიას აქვეყნებენ საქართველოს რომელიღაც კომერციულ ჟურნალში რომელიც არაფერს არცადა არც ციტირდება არც Google შოლარში არც რეცენზიას გავლის და ამით გადიან კონკურსში მაგრამ ამას ბუნებრივია გააკეთებს ხოლოდის რომელიც თვითონ ძლიერია ახლა რუმინეთში ხომ თქვი თუ არ იყო აღნიშნი რუმინეთზე არ გვიტყვი ბატონო თემ ჩვენ ეს შემდეგ გადაცემაშიც უნდა გავხშალოთ ეს კი აი ერთადერთ ვიტყვი ნიკუშორ დანი გახდა ყოფილი ბუქარესტის მერი რუმინეთის პრეზიდენტი გონი შარშა უნიკიერესი მათემატიკოსი ოლიმპიადებზე საერთაშორისო მაქსიმუმი აქვს აღებული 42 ქულა 42 ქულიდან ცნობილი მეცნიერი ბუნებრივია ის კაცი იცის და მათემატიკოსი რომ ძლიერია ის დაალაგებს ყველაფერს და მეცნიერებს ყველა დარგში პატისცემს უკვე ბუნებრივია იმიტომ რომ მან იცის და სანამ სისტემის თავში არ იქნებიან მეცნიერები რომელს მიმართ არ იტყვის შენ რომ სხვებისგან ითხოვ შენ თვითონ რა გაქვს არაფერი მე ღვინო არ აქვს ვამდი და დასუგრავდი ვიღაცა პოლიტიკოს იმიტომ გახდი მინისტრი არა თუ ძლიერია ზურგი სულთა გაქვს მაშინ მოთხოვე რომ იმ ახალგაზრდა რომელიც მოდის შენთან უნდა ასწავლოთ ცნობილმა მეცნიერო გიაყვაშილავა ლადო პაპავამ იმის ჭანტურიამ ლადო იურისტი ის არის ლადო ჭანტურია თორემ დღეს ყველა იჩემებს იურისტი ვარ მე ეს იურისტი ახლა ლაპარაკობ თითქოს ეს რაღაცა აი აკადემიკოსი მე რა რომ იურისტი კი ბატონო პატივსე მაგრამ იურისტი მე ვიცი ლადო ჭანტურია ამიტომ ბატონო გია ძირფესვიანად უნდა შეისწავლო ესე იგი შევცვალოთ სკოლა 25% უნდა მიდიოდეს უნივერსიტეტში სკოლიდან დანარჩენი 75 უნდა მიდიოდეს პროფესიულ განათლებას ხო ლაპარაკობს სპორტსმენები ხელოსნები პროფესორზე მეტი ხელფასი აქვს პატივზე მოყოს შენ გინდა იყო სპორტსმენი დიდი ფული აკეთე აქედან დეპუტატის გინდა მე იქიდან გამომდინარე უკეთებდე იმას სახურავს კრიშას როგორც ითქვიან თავის ბიზნეს საქმე არ გაკეთდება ყველამ თავის საქმე უნდა ვაკეთო და მთავარია პოლიტიკოსი მე მაგალითად სწორად გამიგე და თქვენ გადმოგიდა თქვენ უფრო მე დარგში ხარ პროფესიონალი მე მათემატიკა და კიდევ ახლო დარგებში პოლიტიკოსი რომ ერქვას ადამიანს და იყოს ის უნდა ფლობდეს მაღალ დონეზე ეკონომიკას სამართალს
საბურავის მეთქო დარგის რაღაცა დონეზე უნდა შეხება კონდეს მათემატიკასთან, გეოგრაფიას და ისტორიას. თქვენ ბევრს იცნობთ ასეთებს? შეიძლება არ იყვნენ ასეთი განათლებული ამერიკაში პირველი პირები, მაგრამ კომისია გვერდით ყავთ. ხო, ეგრეთ წოდებული სინერგეტიკული კომისია, რომელიც რჩევებს აძლევს. ახლა ბატონი ტრამპი, ლაპარაკობენ, IQ არა აქვს მაღალი მერე რა. IQ არა აქვს, მაგრამ ის ყავს გარშემო, რომელიც არ ჩანან სხვათა შორის. ნობელის პრემიის ლაურეატები და სხვები, მათემატიკაში, პოლიტოლოგიაში და შემდეგ ისინი ეუბნები აკას გააკეთა. მართალი ის ხანდახან არ უჯერებს ალბათ. ამიტომ ჩვენ სანამ არ გარდაქმნით სისტემას, სკოლას, უმაღლესი მეცნიერებას, ჩვენ ცოტა ხანში გავხდებით ლამაზი ქვეყანა ისედაც ვარ, დიდებული ბუნებით, კარგი სპორტით, წინვალი ხინკალით, წინვალი მეგრული ხაჭაპური და იმით სვანური კუბდარით, მეტი არაფერი. სიმღერა. და ის ჩვენი წინაპრები იქ რომ არიან. დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე და სხვები, ილია ვეკუა მუსხელიშვილი და შემდეგ ისინი ხო იტყვიან გასო ჩვენ იმდენ ისი ვიშრომეთ გავაკეთეთ იმისათვის რომ მარტო ეს არ უნდა იყოს ხო ჩვენ გვაქვს საშუალება რომ ყველა დარგია მაგრამ მეცნიერების გარკვეული ისტორიული დარგები რომელიც საფუძველი გვაქვს მათემატიკა, ფიზიოლოგია, ფსიქოლოგია, ფიზიკა შემდეგ შევინარჩუნოთ მაგრამ ამას ვერ გავაკეთებთ თუ დაინტერესება ახალგაზრდების არ იქნება თუ ახალგაზრდა ხედავს რომ მხოლოდ იურისტობა, ეკონომისტობა გადის არ წავა მათემატიკას ფიზიკა, ქიმია ზედმეტია საუბარი ვიფიქროთ ამას ყველა ლამაზ ქვეყანა კარგია მაგრამ თუ იქ არ იქნება ინტელექტი სილამაზე სულს კარგავს მადლობა ბატონო თემურ თქვენ არაჩვეულად წარმოადგენთ ის ინფორმაცია რაც ჩვენ გვაინტერესებდა და ჩვენ მაყურებლებს ვეტყვით რომ ამ თემებს უფრო მეტად გავშლით შემდეგ გადაცემაში ჩვენ დღეს არ გვეყო ამ თემის სრულად წარმოადგენა ვისაუბრებთ სკოლაზეც მაგრამ ჩვენ ძირითადად მაინც მეცნიერებაზე ვისაუბრებთ იმიტომ რომ თუ მეცნიერება არ იქნება მაღალ დონეზე წარმოადგენილი შემდეგი საფეხურებიც არ იქნება ქვედა საფეხურებზე მაქვს საუბარი დიდი მადლობა მობრძანებისთვის მადლობა ტელემაყურებელო რომ გვისმენდით შემდეგ გადაცემაში შევხვდებით კარგად ბრძანდებოდეთ ახლა